თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ ურთიერთ ბრალდებები ისმის კრიტიკა როგორც ერთობლივი პოზიციის არქონის გამო, ასევე პარტიული რეიტინგების მიმართულებითაც. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა და პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებები არის ბრალდებების კიდევ ერთი მიმართულება. მაგალითად, ანა წითლიძე და ლევან სანიკიძე აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს სისტემური ოპოზიციის შექმნა ლელოსა და გახარიას პარტიების სახით. მათივე განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია მიუხედავად გამოქვეყნებული რეიტინგებისა. ბრალდებები ისმის ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდანაც ისინი მიიჩნევენ, რომ ოცნებასთან თავად ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს. თემაზე შეფასებები მოვისმინეთ მმართველი გუნდის მხრიდანაც. ბიძინა ივანიშვილის სურვილი არის, რომ მეორე-მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას. ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, ეს არის მათი გადასაწყვეტი და მათ მიერ არის ის კომენტარები გასაკეთებელი დღეს, რომ რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი გორბის რეიტინგით მათ რაღაცა გავლენას. მაგრამ ფაქტი არის, რომ მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ეს მათ გადაწყვიტონ, ამაში ნებსით იღებენ მონაწილეობას თუ უნებლიეთ. არც ერთი არ გამორიცხავს მათ ბრალეულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა. მაგავე ლოგიკას რო გავყვეთ გორბის კვლევებით, ნაციონალურ მოძრაობას 28% ეწერა ძალიან დიდი ხანი და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ ეთერში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა ხოლმე და ხალხ წითლიძე ისე არ მოხდეს, რომ კობახიძემ რომ შემთხვევით ფაილი წაიკითხა, რომ იქ მერე ანიტას სახელი ამოიკითხა, ისე არ აღმოჩნდეს, რომ წითლიძის სახელიც ამოიკითხოს. ფაქტი არის ის, რომ რუსთავში ნაციონალურ მოძრაობამ და ქართულ მოძრაობამ შეთანხმებულად ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე გადააკეთა. ფაქტი არის ის, რომ სცენაში როცა ოცნება პოზიციური იყო საკრებულოში, ოცნებამ შეძლო და ნაციონალური მოძრაობის ადამიანი გადაიბირა, რის შემდეგაც უკვე ოცნებამ ჩაიგდო ხელში საკრებულო. მე აბსოლუტურად ჯერა, რომ ანი წითლიძეს უნდა ამ ხელისუფლების დამარცხება. მართლა გულწრფელად ჯერა მაგის. ჩვენც ეს გვინდა. უბრალოდ ჩვენ ამ ხელისუფლების დამარცხების სხვადასხვა გზებს ხედავთ. შესაბამისად, მე არ ვაპირებ ანის რამე კრიტიკულად უპასუხოს, საერთოდ არ ვაპირებ კრიტიკულად ვისაუბრო ოპოზიციაზე, მათ თავისი გზა და ხედვა აქვს, ჩვენი, მაგრამ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა ესენი დავამარცხოთ. მადლობას გადაუხდი ქალბატონ ანი წითლიძეს, რომ ის კიდევ ერთხელ მე რამდენად გამოხატავს იმ რეალობას, რაც არის საზოგადოებაში, სადაც ნამდვილად საზოგადოების ხარდაჭერა ხელისუფლებისადმი არის ძალიან მაღალი, იმდენად მაღალი, რომ პოტენციურად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს, მაგრამ კიდევ ერთხელ დღეს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უფრო რაღაც ცრუ მოლოდინების გაჩენა. ჩვენი ინტერესი არის ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი პარტიის გაძლიერება, რომელსაც არ აქვს დანაშაულებრივი წარსული და რომელიც პატივს სცემს დემოკრატიული თამაშის წესებს და პრინციპებს. და ვინც აი ამ ნიშას, დღეს ეს ნიშნა სამწუხაროდ საქართველოში არის ცარიელი. წითლიძეს გონია, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა A, გეგმა B, შეიძლება სხვა გეგმებიც არა, ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა. მივყვეთ კონსტიტუციას და გავაგრძელოთ ის მოთხოვნები, რასაც გვიყენებს კონსტიტუცია. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ დააპირებს სისტემურ ოპოზიციად ყოფნას, ვინ არ დააპირებს. ეს მათ ბედზე აისახება, ჩვენ ბედზე არ აისახება. თუ იქნებიან უფრო შორშფრეტელები, გადადგავენ ამ ნაბიჯს. თუ არ გადადგავენ, არავითარი გეგმა B და სხვა გეგმები ჩვენ მათ მიმართ არ აქვს. მათ იმდენად დაიზიანეს თავისთავად, ზოგი მიხვდა და ეხლა ცდილობს ნაკლებად დამაზიანებელ რეჟიმში გადავიდეს. ზოგი ვერ მიხვდა და ისევ ძლიერ დამაზიანებელ რეჟიმში აგრძელებს მოღვაწეობას. ეს მათი საქმეა, ეს ჩვენი საქმე არ არის.